მოგესალმებით. მე ვარ ვლადიმერ გუცაევი, თბილისის დინამოს ფეხბურთელი. ძალიან დიდი სიამოვნებით უპასუხებ ყველა თქვენ კითხვას, რომელიც ეხება ფეხბურთს. არ არის გასამალი, რომ ნებისმიერი ჩემი პერიოდის ბავშვი აფრენდა ფეხბურთზე. იმიტომ რომ თბილისის დინამო ისეთი პოპულარული იყო თავიდანვე და მით უმეტეს ჩემ პერიოდში და გეტყვით რა პერიოდია, ესეთი პერიოდია, როცა თბილისის დინამო გახდა ჩემპიონი 64 წელს, თამაშობდა ისეთი დიდი უდიდესი ხელოვნები, როგორც მიშა მესხია, სლავა მეტრეველია, შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, ვლადიმერ ბარქაია, დათუნაშვილი და ეხლა ყველა რო ჩამოვთვალო, ალბათ არ ღირს, იმიტომ რომ ყველა გულშემატკივარმა იცის ეგ სასტავი და ეგ შემადგენლობა თბილისის დინამოს. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთი ახალგაზრდა ბავშვის, პატარა ბავშვის ოცნება იყო გახდარიყო ფეხბურთელი. მე სხვა შორის არც ფიქრობდი მაგაზე, იმიტომ რომ მე ახალოკაში გავიზარდე და იქ მაინდა-მაინც არ იყო ისეთი კინო საქართველოსთან, არ იყო არც ფეხბურთის სკოლა, არც რაღაც მინდორი, რომ გეთამაშობდით ეზოში. ჩვეულებრივ ასფალტის საფარი იყო და ვიყავით თვალშორ ძალიან უკვე ასაკში. ბავშვი 11 წლის უკვე გვიან არის ფეხბურთში სკოლაში რომ მივიდეს, მაგრამ გადავწყვიტეთ რომ ჩადოთ. წავედით თბილისის დინამოს სტადიონზე, იქ გავიგეთ რომ ყოველ კვირას ბავშვებს ამოწმებენ და ბავშვის პირველ კვირას არ მიმიღეს, მეორე კვირას არ მიმიღეს. იმასაც გეტყვი რატო არ მიმიღეს, იმიტომ რომ რატომღაც მეკარეთ წარმოადგინეთ ჩემი თავი. ნუ მაშინ სერგო კოტრიკაძე მომწონდა ძალიან, მაგრამ იმიტომ რომ ძალიან ელეგანტური პიროვნება იყო, ისეთ ლამაზად უხდებოდა კარებში დგომა და მაგას ბაძავდი, მაგრამ ნუ მე მესამე კვირას რომ მივედი, კიდევ მეკარეობა მოინდომე. ერთ-ერთმა ბიჭმა იქ მოზდილმა უკვე 16-17 წლის იქნებოდა. იმან რომ შევხედა, შენია რა მეკარე უნდა იყოს, ძალიან პატარა ხარ და გამაგდო ფაქტიურად სათამაშოდ მინდორზე. ნუ თამაში მაგრად ვიცოდი მაშინ. ძალიან კარგად მატაობდი, მატაობას უძახიან მოტყუებას და ძალიან დავიწყე მოტყუება რაღაცები ეგრევე შემამჩნია. მიმიყვანა სხვა შორის უდიდესი პიროვნება იყო მაშინ სკოლის დირექტორი ბატონი გრიშა გაგუა და პირდაპირ უთხრა რომ ესო კაი ბავშვიაო და რეკომენდაციას უწევო. კითხა რა გვარი ხარ და რო უთხარი, მე მაშინ ფაქტიურად ქართულად ვერ ლაპარაკობდი, იმიტომ რომ რუსული უბანი იყო. ნუ ყველა კი ცხოვრობდა, მაგრამ ძირითადად რუსულად ლაპარაკობდა რატომღაც. ჩვენობაში ხალხი და თან რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და ნუ პასუხე რუსულად. გვარი უთხარი ახლა რა უპასუხე და რატომღაც ისო, იეზიდი ხარო? მე უთხარი არა, ოსი ვარ მეთქი. ო, კარგიაო, აი ზაურკალოევიაო, ჩვენთან ძალიან მაგარი ფეხბურთელიო და ნუ მოკლედ დამიბარა მეორე დილით მოდი ვარჯიშზეო და იქიდან დაიწყო ჩემი ფაქტიურად ამ ნორს დინამოელში ჩემი მოღვაწეობა და მამა ჩემი ერთი იყო ფანატი ფეხბურთის. მიშა მესხი უყვარდა უზომოდ რა, მაგაზე აფრენდა. მარტო მაგაზე ლაპარაკობდა დედაღამე. ყოველ თამაშზე დადიოდა სტადიონზე, ძდებოდა იმ მხარეს, სადაც მიშა მესხი თამაშობდა. ამიტომ რა თქმა უნდა, რომ მივედი და უთხარი, რომ აი ფეხბურთში დინამოს სკოლაში მიმიღეს, ძალიანაც გაუხარდა და თანაც იცოდა ახლა უბანში ხო თამაშობდით, რომ რაღაც მონაცემები ჰქონდა და ძალიანაც პოზიტიურად მიიღო ყველა. მე რო თბილისის დინამოში მივედი, იყო 70 წელი. ზაფხული, მაშინ თბილისის დინამოში 9 ნომრად თამაშობდა უდიდესი ფეხბურთელი, ნუ არ ვიცი, ლეგენდა ფეხბურთელი სლავა მეტრეველი. მაგრამ უკვე იყო 35 წლის ფაქტიურად. და ის პერიოდი იყო, რომ ანებებდა უკვე თავს ნელ-ნელა. უკვე ამაზე ლაპარაკიც იყო ხალხში, თვითონ გუნდში, მწვრთნელებში, რომ ნუ არა და 35 წელი ეხლა არაფერია სპორტსმენისთვის და ფეხბურთელისთვის და მაშინ ძალიან კრიტიკული ასაკი იყო. ფაქტიურად 28-29 წლიდან უკვე ფეხბურთელს აჩვევდნენ, რომ შენ ხარ ვეტერანი, შენ ხარ წამსვლელი და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. და 35 წლამდე რო ითამაშა, ეს ძალიან დიდი შეღავათია ფეხბურთელისთვის. ხო და ნუ მე ერთი წელი მე დუბლებში თამაშობდი და 71-ში ფაქტიურად უკვე სეზონის ბოლო
თამაშები იყო, როცა მე უკვე რეზერვში ვიყავი, ძირითადი გუნდის რეზერვში და ზოგიერთ თამაშზე გამოვდიოდი. მეორე ტაიმში პირველად გამოვედი, აქ კარპატთან იყო თამაში, 0-0 დამთავრდა. მე ლენინგრადში წავედით, იქაც შეცვლაზე შევედი. იქ გოლი გავიტანე, მე მოსკოვის დინამოსთან უკვე ძირითადში ვიყავი და ესე წავედა. და ბოლო თამაში იყო სპარტაკთან. ეგ იყო 71 წელი 12 ნოემბერი, როცა უკვე გუნდის ხელმძღვანელობა გადაწყვიტა, რომ სლავა მეტრეველმა უნდა დაანებოს ფეხბურთსავი, იმიტომ რომ ყავს მაგადგილას, ესე ფიქრობდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელი. მოხდა ისე, რომ ამ ბოლო მატჩის დროს გამოვიდა სლავა მეტრეველი, ითამაშა 2-3 წუთი, მერე თამაში გაჩერდა, მსაჯმა იცოდა, რაც უნდა მოხდარიყო და გაიხადა თავის 9 ნომერი მაიკა და გადმომცა მე. ფეხბურთი რა არის? ფეხბურთი არის უდიდესი შრომა. ფეხბურთელმა თუ არის შრომა, არაფერი არ გამოვა, რა ნიჭიერიც არ უნდა იყოს. ნიჭს მალე დაკარგავს თუ არ შრომობს. ფაქტიურად 2-3 სეზონს ითამაშებს და მე ვეღარ შეძლებს, იმიტომ რომ ან ეზარება, ან რაღაც სხვადასხვა მიზეზებია. ჩვენ გუნდში მოხდა ისეთი მომენტი ძალიან პოზიტიური, რომ ძალიან მაგარი მცდელი მოვიდა. ნოდარ ახალგაზრდის სახით. ძალიან კაი ფეხბურთელები დახვდა შოთა ხინჯაგაშვილი, დავხდი მე, მანუჩარ მაჩაიძე, ფირუზ რეხვიაშვილი, ვიღაც ძალიან კაი ფეხბურთელები იყვნენ, ახალგაზრდებიც და ძველი ფეხბურთელებიც იყვნენ, იქ ძოძოაშვილი იყო, ხურცილავა იყო და ესე. დანარჩენი ფეხბურთელები თვითონ ნოდარამ გააკეთა სელექცია, ანუ მოიყვანა გუნდში შენგელია, მოიყვანა სულაქველიძე, მოიყვანა კოსტავა, მოიყვანა გაბელია, მოიყვანა ძალიან ბევრი ფეხბურთელი მოიყვანა, რომელმაც გააძლიერა თბილისის დინამო. მერე უკვე ჩვენ ტურნირებში ვთამაშობდით, ევროპის ტურნირებში 76-ში უკვე UEFA-ს თამაშობდით, მერეც ესპანეთში დავდიოდით. ანუ ის თქმა მინდა, რომ ნელ-ნელა გაიზარდა ფეხბურთელები, ნელ-ნელა თვითონ საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი ძალიან ძლიერი იყო. ფაქტიურად ყოველ დღე გიწევდა თამაში კიევის დინამოსთან, შახტიორთან, ოდესის ჩერნომორეცთან, დნეპროპეტროვსკთან, მოსკოვის გუნდებთან, სპარტაკი წარმოიდგინეთ, CSKA, მოსკოვის დინამო, ტორპედო, ლოკომოტივი, აქეთ ერევნის არარატი, აქეთ ბაქოს ნევჩი, იქეთ კაირატი და მოკლედ ძალიან ძლიერი გუნდებს ეთამაშებოდი და ნელ-ნელა იზრდებოდი. უკვე ჩვენ ისე თამაშები ქონდა ჩატარებული, თუნდაც აი ინტერს მოუგეთ, ხო? უდიდესი გუნდი იყო, ფაკეთი თამაშობდა ჯერ და ალტობელი და რამდენიმე ნაკრების ფეხბურთელი. მერე აქ ლივერპული იყო, ლივერპულს მოუგეთ, აქ გამბურგი იყო, კი წავაგეთ, მაგრამ ორი ძალიან ძლიერი თამაში ჩავატარეთ. ფაქტიურად თვლიან თვითონ გამბურგელები, რომ გადავრჩით თბილისის დინამოსთან, ესე გამოვიდა და ესე ნელ-ნელა დაიხვეწა გუნდი და 91 წელს უკვე ფაქტიურად მზად იყო, რომ რაღაც დიდი უნდა გაეკეთებინა, იმიტომ რომ მანამდე 78-ში ჩემპიონი გახდა თბილისის დინამო, 77-ში მეორე ადგილი ჰქონდა მოპოვებული, თასები საბჭოთა ორჯერ თასი ავიღეთ და ესე შემდეგ ეს. ანუ გაიზარდა ფეხბურთელები და დადგა ის პერიოდი, რომ რაღაცა კარგი უნდა მოხდარიყო, ძლიერი და აი მოხდა ისო თასები ავიღეთ. დავიწყებთ იმიდან, რომ მეგონა თუ არა გოლს შევაგდებდი. სხვა შორის მე ძალიან ბევრი ნიზლავი მქონდა მაგ პერიოდში მოგებული, რომ მოდიოდნენ გულშემატკივრები და მესპორებოდნენ, რომ აი ამ თამაშში თუ შეაგდე გოლი, ამდენი თანხა, ან თუ წავაგებდი, მე უნდა თანხა არა, მაგრამ რაღაცა უნდა გამეკეთებია ეხლა. მაგდენს არ ვიტყვი უბრალოდ, მაგრამ რომ რაღაც ტანსაცმელთან იყო დაკავშირებული, ხო დავდიოდი და თქვათ თუ შევაგდე ის თანხას მაძლევდა, მე რო არ შემეგდო, რაღაცა უნდა ჩამომეტანა ისეთი ზავაგარით, რაც აქ არ იყო. იცით რომ კომუნისტების დროს ფაქტიურად არაფერი არ იშოვებოდა საქართველოში კი არა, მთელ საბჭოთა. ხოდა მოგებული უკვე აქ ერევნის არარატთან დავნიძლავდი გოლზე, შევაგდე. დავდიძლავდი ნევჩის ბაქოსთან შევაგდე, კიდევ ვიღაც პახტაკორთან იყო შევაგდე. ბოლოს ისეთი რომ ლივერპულთანაც იყო. იქა და მაგაზეც დავენიძლავე და იქაც შევაგდე. ამიტომ
ერთი მას ვიტყვი, რაც მე მგონი არავინ არ იცის და ბევრმა არ იცის, რომ მივდიოდი წინა დღით მოვიდა ედვარდ შევარდნაძე. გახსოვთ ედვარდ შევარდნაძე იყო საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი და დიდი გულშემატკივარი სხვა შორის ფეხბურთის და რომ მოვიდა გასაცილებლად, შეხვდა ჯერ და გველაპარაკა რაღაცა გვისურვა ყველაფერი წარმატებოდა. ბოლოს რომ მიდიოდა უკვე დამიძახა და მეუბნება ეგეთ რამეს რომ ბიჭები მეუბნებიანო, ეხლა ბიჭებს გულისხმობს ცეკას თქვა მეორე მდივანი და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. თავის კოლეგებზე რომ შენ რასაც იტყვი იმას აკეთებო რა და რას იზავო ეხლა და მე აი გულახდილად გეუბნებით პირდაპირ უთხარი. ბატონო ედვარდ, ბევრს არ შეგპირდებით, მაგრამ ერთ გოლს გავითან მეთქი ნამდვილად მეთქი და გავიტანე ეს გოლი. რა თქმა უნდა ეხლა ემოციებზე ლაპარაკი იმ მომენტში ზედმეტია, იმიტომ რომ იცით რა არის, მიდის თამაში, ხო? ვაგებთ 1-0. ყველა ვცდილობ, მარტო მე არა, რა თქმა უნდა, მთელი გუნდი ვცდილობ, რომ გავათანაბროთ ეს ანგარიში. რომ შევაგდე ეს გოლი, ვიგძენი ის უბრალოდ ისა, რომ შანსი მოგცა სიტუაციამ, რომ თავიდან დაიწყება ყველაფერი და როგორ განვითარდა ყველა მიცით მე, მაგრამ ემოციები რა თქმა უნდა თამაშის შემდეგ იყო უკვე, იმიტომ რომ უკვე რომ თასი გაგდა, მედალი გიჭირავს ხელში და ამ ხელა სიხარულია და ვიცით რომ თბილისში რა ხდებოდა და რა უნდა მოხდარიყო, რა თქმა უნდა ეგ ემოციები მაშინ არის. ცნელებზე რო ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ არ შეეხო ბავშვობას, ხო? ბატონ გრიშა გაგუაზე გითხარით. მაგან კიდევ რა გააკეთა ისეთი ჩემთვის რაღაცა დასამახსოვრებელი რომ მე რომ მივედი უკვე ამ სკოლაში, ნორდ დინამოელში და დავიწყე ვარჯიში, 2-3 ვარჯიშის შემდეგ დამიძახა, ესე ხელი მომკიდა, წამიყვანა მარჯვენა გარემარბის ადგილას და მითხრა რომ შვილო, აი ეს არის შენი ადგილი, აქედან ფეხი არ გაადგა, ვინც არ უნდა რამე გითხრას და ფაქტიურად აი დამაყენა მარჯვენა გარემარბის ადგილას და მე ვთვლი რომ მაგან ძალიან დიდი როლი ითამაშა. მე რა თქმა უნდა მე 2 წელი გადავედი ბატონ ვოვა ელოშვილთან, ეგ იყო ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა, ესე ერქვა. იყო აი ფიზკულტურის ინსტიტუტი ვაკეში, მანდ იყო მაგათი ბაზირება, იქვე მინდორი იყო ინსტიტუტის უკან, ეხლაც არის მე მგონი და 2 წელი მაგასთან თამაშობდი, უდიდესი წელი რომელიც აი შეხედავდა და იტყოდა რომ ამისგან ფეხბურთელი გამოვა. მაგის მოწაფეა ვახტანგ ჭელიძე, თამარ სტეფანია, მანუჩარი და გოჩა მაჩაიძე, საშა ჩივაძე, კოპალეიშვილი, მე მილიონი ფეხბურთელი გამოვიდა უმაღლესი დონის მაგ სკოლიდან. არ შეიძლება არ თქვა გივი ჩოხელი, იყო 70 წელს თბილისის დინამოს უფროსი მცველი, რომელმაც მომიწვია დუბლებში. ფაქტურად მაგამ მიმიღო თბილისის დინამოში და არ შეიძლება არ თქვა გავრილ კაჩალინზე, ეს უდიდესი მცველი იყო, რომელმაც უკვე ძირითადში დამაყენა ფაქტურად 18 წლის ბავშვი, რომელსაც ენდო ესე გამოდის და დამაყენა ძირითად შემოქმედებაში და რა თქმა უნდა ბატონი ნოდარ ახალკაცი ეგ იყო, მე მგონი არ ვიცი რა, აი მე ძალიან გული მწყდება, ამას გულახდილად გეუბნებით, რომ არავითარი საქართველოში არ არის ადგილი, სადაც ან მაგის ბიუსტი იდგეს, ან რაღაცა, იმიტომ რომ ეგ პიროვნება არის ყველაფრის ღირსი. ფაქტიურად საქართველოს ფეხბურთში და ევროპის ფეხბურთში ესე ვთქვათ, გააკეთა რევოლუცია, ეგეთი ის არის რა. და გეტყვით რატო? იმიტომ რომ თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან მოყვანილი ბავშვები გაზარდა. ეგ ხო არ არის ვთქვათ კიევის დინამო, ხო? რომელსაც კიევის გარდა ყავდა უმაღლეს ლიგაში 6-7 გუნდი ყოველ წელს და რომელიც დაჭირდებოდა ნებისმიერი გუნდიდან, შახტიორიდან დაჭირდა კონკოვი წამოიყვანა, იქ ბურიაკი დაჭირდა ჩერნომორეციდან წამოიყვანა, ბელანოვი დაჭირდა ჩერნომორეციდან წამოიყვანა, ლიტოვჩენკო დაჭირდა, პროტასოვი დაჭირდა, დეპროფესორი წამოიყვანა და ფაქტიურად მზაფეხბურთელებს აყენებდა კიევის დინამოში და ჩვენთან სხვა სიტუაცია იყო, ჩვენთან ბატონ ნოდარს მოყავდა 15, 16, 17 წლის ბავშვები დუბლებში ზდიდა 2-3 წელი და მერე აყენებდა ძირითად შემოადგენლობაში. ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმე პროცესია, შრომატევადი და ამას მართლა ხედვა უნდა და დაფასება უნდა რა და ჩვენ ჩემი აზრით კიდევ ერთხელ ჩემი სუბიექტური აზრია რომ
ვერ ვაფასებთ ბატონ ნოდარ ისე როგორც ღირსიც არის. სხვა შორის მე არ ვიცი ახლა მე ჩემ თავს არ ვაქებ და არ ვადიდებ და ისა თვითონ ფეხბურთელებს შეგიძლიათ კითხოთ და გაიგებენ ეგენი მოგიყვებიან მე ყველასთან ვიყავი ძალიან პოზიტიურ ნოტაზე ვინაიდან ეს რამა შენგელიაც ვიტალი დარასელიაც იყვნენ ჩემზე პატარები ანდა ფეხბურთში 2 3 4 წელი უკვე დიდ როლს თამაშობს დათო ყიფიანი იყო ფაქტიურად ეგ იყო ერთი წლით ჩემზე უფროსი და ფაქტიურად ერთი წლოვანების ვიყავი და უფრო უგებდით ერთმანეთს ეგერთი ისა ორივე ვთქვათ წინ თამაშობდით და ორივე ინტერესი ჰქონდა რომ ერთმანეთთან უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს რომ ვთქვათ ამ მომენტში როგორ მოვიქცეთ მინდორზე ესეც გარკვეული ჰქონდეს და ჰქონდა კიდევაც მე მოხდით ერთად ახალგაზრდულ ნაკრებში მე პირველ ნაკრებში ვიყავით ახლა დიდხანს არ ყოფილვართ იმიტომ რომ რატომღაც მაშინდელი მცდელები თვლიდნენ რომ ჩვენზე ვითომ კარგები არიან სხვადასხვა გუნდში და ეგ მაგათი საქმეა არ ვერევი მაგათ იმაში მაგრამ ნუ ყველასთან ძალიან კარგად ვიყავი ისიც მინდა გითხრათ რომ ვიტალი დარასელიას რომ ცოლი მოყავდა ეგ მოვიდა ჩემთან და ფული მთხოვა მე რომ მასისხეო 5000 მანეთიო ქორწილის შემდეგ ჩვენო ესეთ წესი გვაქვს დასავლეთშიო რომ თურმე იქ დებენ ფულს და ეგრევე იკრიფება რა ეს თანხა რომ ეგრევე დაგიბრუნებ ერთ კვირაშიო და მე ვთქვი რა პრობლემაა თან მქონდა მანქანის ყიდვას ვაპირებდი და მქონდა ეს თანხა სახლში წავიყვანი მივეცი და იმითაც ვამაყობ რომ ვიტალი დარასელია ჩემი ფულით დაკონტირდა და ბედნიერი ოჯახის შექმნა სამწუხაროა რომ ბოლომდე ვერ ისე ამოვნა ამ ოჯახით მაგრამ უცხოვრებაა და რა სიზარდა ნებისმიერი ფეხბურთელი ვინც კი თამაშობდა მაგ პერიოდში ოთარ გაბელიასგან დაწყებული და რამა შენგელია დამთავრებული ყველა იყო ჩემთვის ფავორიტი. ნუ სხვა ამბავია რომ მე ვთქვა თავდასხმელი ვიყავი და ჩემთან გვერდზე უფრო რამა შენგელია იყო დათო ყიფიანი დარასელია ცოტა ნაკლები სულაქველიძე და მაგათთან უფრო სხვა დამოკიდებულება მქონდა იმიტომ რომ მინდორზე უფრო მათთან მქონდა საქმე ესე ვთქვათ რა შეიძლება სწორი გამოთქმა არ არის მაგრამ ძირითადად ეგრეა რა ყველა უდიდესი ფეხბურთელი იყო და ყველას დიდ პატივს წერდა, ყველა მგონია რომ იყო ვარსკვლავი და ეგეც არის. ნუ დავიწყოთ იმით რომ კი არ დათანხმდა, ვერ დათანხმდა, იმიტომ რომ იმ პერიოდში 91 წელს არ იყო ეგეთი ცნება რომ შენ კლუბი ხარ საბჭოთა კავშირიდან და ფეხბურთელი გაყიდო. ეგ უბრალოდ მაგაზე ფიქრი უკვე დანაშაული იყო, ესე გამოდიოდა რა. ამიტომ რომ მოვიდა რეალის პრეზიდენტი თავისი სვიტით და შესთავაზა ჩვენ ხელმძღვანელობას ეგ ტრანსფერი რა თქმა უნდა უარი იქნებოდა მაგრამ რა ფორმით გააკეთონ უარი ეგეც ხო საფიქრალი იყო იმიტომ რომ უბრალოდ რეალის მადრიდს ვერ ეთქვი რომ არა რა არ შეიძლება ჩვენთან გაყიდო ამიტომ მოიგონეს ისეთი რაღაცეები რომ ვითომ იძულებულები იყვნენ თქვა რომ მე ბედნიერი ვარ თბილისში მართლა ბედნიერი ვიყავ ისე და სამალი არ იყო, იმიტომ რომ ითამაშო ეგეთ კლუბში როგორც თბილისის დინამოა და ერთ-ერთი ძირითადი ფეხბურთელი იყო და წამყვანი ფეხბურთელი იყო, მართლა უდიდესი სიამოვნებაც იყო და ყველაფერი, მაგრამ ამას ვერ აუხსნით. ამიტომ უთხრეს რომ ეგ ძალიან ბედნიერია, 60 ოთახიანი ბინაცა აქვს და ვოლგაც ყავს და ნუ ბინა გაიგეს, ნუ ჯერ ერთი 60 ოთახიანი ბინით რო გააკვირო რეალ მადრიდის ან პრეზიდენტს ან მაგათ ფეხბურთელს თუ სასაცილოა ხო და ვოლგაზე საერთოდ ვერ გაიგეს რა ვოლგა რა არის ნუ მე აუხსნეს რომ ეს მანქანაა და ნუ მაგათმა იციან როლს როისი თქვა იციან ლომბარგინი ფერარი მერსედესი ბოლო BMW მაგრამ ვოლგა და ეგონათ რომ ვოა მიყიდა რაღაცა დინარის რაღაც ნაწილი 1-2-3 კილომეტრი და არის ფლობელი იმისი რა ქვია დინარი ვოლგის ერთ-ერთი აი ზოგიერთი ძალიან ცდება რა ფეხბურთელი ცდება სხვა შორის და გულშემატკივარის და უბრალო პიროვნებას რომ აი თუ იყავი პოპულარული და ძლიერი ფეხბურთელი მაგარი მცდელი უნდა გახდე ამ დროს მცდელობა და ფეხბურთელობა სულ სხვადასხვა პროფესიაა აი სულ კორდინალურად განსხვავებული უბრალო მაგალითს გეტყვით რომ ნოდარ ახალკაცი არასდროს არ იყო დიდი ფეხბურთელი მაგრამ ნიჭი ჰქონდა მცდელობის და გახდა უდიდესი მცდელი მე ბოლომდე არა მაქვს ის თვისებები რომ გავხდე ძალიან ძლიერი მცდელი და მარტო ვიმუშაო თქვა საქართველოს დონეზე ეგ მე არ მაწყობდა ჩემი ფეხბურთელიც ნაკლიც ვიცი და
გაითვისებაც ვიცი და ესევე ვიცოდი მსნელი, რომ შეიძლება არაუშავსად მსნელი გავხდე და არა ძლიერი და დიდი მსნელი. ამიტომ დავანებე თავი და ეხლა არც მენატრება ეგ პროფესია, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძნელი პროფესია. ცნობილი იყო, რომ ძალიან მაგრა ეშინოდა და ალბათ დღემდე ეშინია ფრენის მურთასხურცილაო. აი მართლა ეგეთ პანიკაში იყო, რომ აი ხანდახან გვეწოდებოდა ეხლა. უბრალოდ ფიქრობდით, რომ ამ ხელა ბუმბერაზი ფეხბურთელი ბუმბერაზი ადამიანი და ეშინია თვითმფრინავში ჯდომის. მართლა მაგრა ეშინოდა. ფაქტიურად ერთხელ მახსოვს ძალიან ცუდი ფრენა, თამაშის შემდეგ ღამე მოფრინავდი და თვითონ პილოტი გამოვიდა და გაგვაფრთხილა, რომ უკან გადადითო ყველაო, იმიტომ რომ ძალიან ცუდი სიტუაცია არისო. მართლაც რაღაცა ისინი იყო ელვები და რაღაც უბედურება და კი გადავრჩით, კარგად დავჯექით ყველაფერი, მაგრამ აი რომ დავჯექით უკვე, მე პილოტმა თქვა, რომ აი თქვენო არ იცითო, მაგრამ ძალიან ცუდ სიტუაციას გადავრჩითო. აი ეს იყო რაც მახსოვს, დანარჩენი ყოველთვის ნორმალური ფრენები იყო. მაგაზე რო ვილაპარაკოთ, რა შევცვლიდი, ალბათ ბევრ რამეს შევცვლიდი, იმიტომ რომ ეხლა მე ვთამაშობდი ფეხბურთს 45 წლის და 50 წლის წინათ, ხო ფაქტიურად. მაშინ სულ სხვა გაგება იყო, სულ სხვა მიდგომა იყო, არ იყო ისეთი დონის პროფესიონალიზმი, როგორც ეხლა არის და როგორც ეხლა ჩვენ ფეხბურთელებს უწევს, ხო, იმიტომ რომ თამაშობენ ფაქტიურად უდიდესი გუნდებში ზოგიერთი. ჩვენ დროს არ იყო ეგეთი პროფესიონალიზმი, ჩვენ სულ სხვა უფრო ზერელეთ უყურებდით, უფრო ალბათ მეც ვივარჯიშებდი ახლა. ჩვენ თუ დღეში ვარჯიშობდით 2 საათს, დღევანდელ სიტუაციაში გვევარჯიშა 4 და 5 საათი და ეგ არ არის თქვათ რაღაც კატასტროფა, იმიტომ რომ ბევრი დღევანდელი ფეხბურთელი ამ დროს და მეცაც უთმობს თავისი ტექნიკის დახვეწას და რაღაც ფიზიკურ მდგომარეობის აწევას და ესე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა მე შევცვლიდი რაღაცებს. ალბათ ცოტა შეცდა. კუთხურების არა, ალბათ იფიქრა პენალტების. კუთხურს აწვდის ნებისმიერი ფეხბურთელი. მაგრამ ნებისმიერი ფეხბურთელი ვერ აკეთებს პენალს. ამიტომ მაგაში მე მაქვს მართლა გამოცდილება, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ მაგას ვერ ასწავლი. ეგ უნდა თვითონ ფეხბურთელში იყოს. ანუ უნდა კონდეს ეგეთი თვისებები. რაც არის სისწრაფე, რაც არის დრიბლინგი, რაც არის საჯარიმოში ხშირად შესვლა, არის ხო ნიჭი, რომ ვიღაცა ფეხბურთელი თავს მაგრა ურტყავს, ხო? შეიძლება მეც ვივარჯიშო, მაგრამ მე ვერასდროს ვერ დავარტყავ ისე თავს, როგორც რამაშენგელი აგდებდა გოლებს და როგორც მანამდე ზაურ კალოევი ცნობილი თავით მოთამაშე იყო. ამიტომ ეგ არის ინდივიდუალური ნიჭი, ხო? კი, ამაზე შეიძლება მუშაობა, მაგრამ თუ არა გაქვს ეგ თვისებები, რაც მე ვთქვი, დრიბლინგი, საჯარიმოში შესვლის უნარი და სისწრაფე, შენ პენლებს ვერ აიკიდებ იმდენს, რამდენსაც შეიძლება მე ავიკიდე თავის დროზე და დათვლილია, რომ მე მაქვს გაკეთებული 34 პენალტი, მეორე ადგილზეა რამაშენგელი, რომელსაც აქვს 14 და დანარჩენები ცოტა ნაკლები. ამიტომ რა თქმა უნდა ეგ ღმერთისგან მოცემული რაღაცა ექსტრა კოზირია რა ესე ვთქვა. რაიმე თამაშს კი არა, ფაქტიურად სეზონი დავკარგე, ეგ იყო 80 წელი. ჩვენ მოსამზადებლად ვიყავით არგენტინაში, 6 გუნდს ვეთამაშეთ და ფაქტიურად ძალიან დიდი პლუსებით წამოვედით და ძალიან დიდი რიცენზიებით და მთელი ესპანეთის, არგენტინის ჟურნალისტები გაგიჟებულები იყვნენ. ეს რა გუნდი ყოფილაო. ჩამოვედით ჩვენი ერთ ფორმაში, დაიწყო სეზონი და მეორე თუ მესამე თამაში იყო მოსკოვის დინამოსთან და გულშემატკივრებმა იცის, რომ მოსკოვის დინამოში ისეთი მცველები ყავდა, რომელსაც თვითონ მოსკოვის დინამოელები, სხვა მოსკოვის გუნდები, მთელი საბჭოთა კავშირი, კიეველები მაგ დამცველებს უძახოდნენ მკვლელებს და პირველ ტაიმში ამ ნოვიკომმა დამაზიანა, მუხლი დამიზიანა და მე ფაქტიურად ეგ იყო აპრილი და მთელი ეს წელი გამისთა და დავიწყე თამაში უკვე ნოემბერში. ეხლა იცით რა არის? მსოფლიოში არსებობს 2-3 გუნდი, სადღაც აი ნებისმიერი დონის ფეხბურთელი ნატრულობს მაგ გუნდში თამაშს, ხო? ეს არის რეალ მადრიდი, ეს არის ბარსელონა და ეს არის ეხლა გახდა PSG. რა თქმა უნდა, ვინატრებდი
და მქონდა რეალური შანსი რომ მეთამაშა რეალ მადრიდში. ამიტომ ეხლა გადავთქვა და თქვა სხვა რამე მოვიფიქრო და რაღაცა, თუმცა ძალიან ბევრი მაგარი გუნდია, ძალიან ბევრი. ევროპაში ბავარია ძლიერი გუნდია, თქვა, მან სიტი ძლიერი გუნდია, მანჩესტერ იუნაიტედი მაგარი გუნდია, ლივერპული, იგივე ბარსელონა, იგივე თქვა სხვა ქვეყანაში, კიდევ იტალიაში არის ძალიან ძლიერი გუნდები, მაგრამ ფეხბურთელის ძირითადი, აი ოცნება არის რეალ მადრიდში თამაში. ყავს მშვენიერი მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან უყვარვარ და უკვე ფაქტიურად 18 წელია ხო თუ რაღაცა ერთად ვარ, ქვია თეიკო, გვარად არის ამურველაშვილი, ყავს ორი ბიჭი, ერთი 35 წლის, მეორე 29 წლის, ეს უფროსი ცხოვრობს ინგლისში, ინგლისის მოქალაქეა, იქ მუშაობენ თავის მეუღლესთან ერთად და ბავშვთან, გოგოსთან ერთად. ეს პატარა 29 წლის უცოლოა, ცხოვრობს ჩვენთან. ორივე ასწავლია, ორივე უმაღლესი განათლება აქვს საზღვარგარეთ მიღებული და ძალიან წნარათა ვარ. ვიცი რომ თავის გზას ყოველთვის მონახავენ, იმიტომ რომ არიან ძალიან განათლებული ბიჭები. და რა თქმა უნდა, ვამაყობთ ამით და ძალიან მაყოფილი ვარ. მინდა რომ ამაზე დამშვიდობო ჩვენ გულშემატკივარს, ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთი ლამაზი და კარგი და ჭკვიანური კითხვები მომეცით, რაც შემეძლო იმ დონეზე გიპასუხეთ და ერთი რამის თხოვნა მაქვს, რომ აცადეთ ცოტა ამ ჩვენ ახალგაზრდებს, ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან, ძალიან კარგ კლუბებში თამაშობენ, უფრო გაიზრდებიან, უფრო დაიხვეწებიან და ვაცალოთ ძნელებსაც, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა აქვს და ძალიან დიდი სიხარული მოუტანეს საქართველოს გულშემატკივარს და მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ კიდევ გააგრძელებენ ამის სიხარულის მოტანას. კარგად იყავით, ბედნიერად იყავით და გულშემატკივროთ ჩვენ ნაკრებს.